დღეს გაჩვენებთ კერძს, რომელიც საუკუნეებს ითვლის. კერძს, რომელიც განსაკუთრებით უყვართ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შიდა ქართლში განსაკუთრებულად დიდ პატივს სცემენ. ვამზადებთ ღოლოს შეჭამანს. ღოლოს შეჭამანს, დიახ. მარტივს, მაგრამ საოცრად არომატულს და სურნელოვანს. აი, ისეთ ქართულ ტრადიციულ კერძს, რომელიც ყველას უყვარს და ყველა დიდ პატივს სცემს. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ღოლოს შეჭამანდისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენი არის, რა თქმა უნდა, ღოლო, რომელიც გამოგვიგზავნა დღეს ქარელის რაიონის სოფელი ახალსოფლიდან ბექა პეტრიაშვილის ოჯახმა. მადლობა მინდა მათ გადავცე. და ეს ის სცენარია, რომელიც სპეციალურ შენახვის მეთოდებს გადის. არსებობს დრო, როცა ინახება, ანუ ძალიან იშვიათია ახლა ამ ბოლო პერიოდში, ამ დღევანდელობაში და ეს ამ ყველაფერს რო აკეთებს ეს ოჯახი, ეს მაგარი ოჯახი, ეს ყველაფერი დასაფასებელია. გავაგრძელოთ ჩვენი ინგრედიენტების ჩამოთვლა. მე ვაკეთებ ძალიან მარტივი რეცეპტით, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომელიც ყველასთვის საყვარელია, მით უმეტეს შიდა ქართლში. ესენია ინგრედიენტები: ღოლო თავისთავად, შავი პილპილი, დაღერღილი წიწაკა, მარილი, ნიორი, ნიგოზი. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ღოლოს კარგად ვრეცხავთ, იმიტომ რომ შეიძლება რახან შენახულია ესეთ მდგომარეობაში, აი მშრალია, რომელიც შრება, რომელსაც კრეფენ და მე სიბნელეში სპეციალურ ტემპერატურაზე აშრობენ. ეხლა პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავრეცხოთ ღოლო, კარგად უნდა გავრეცხოთ. მე უნდა დავჭრათ და ჩავყაროთ წყალში. ძალიან ბევრნაირი მეთოდი არსებობს ღოლოს მომზადების. ღოლოს მომზადების ბევრნაირი მეთოდი არსებობს და ერთ-ერთი კლასიკური მეთოდი არის ეს, აი ესე გარეცხილად, დაჭრილად, ცხელ წყალში რო ჩავაყრით. დაჭრილ მდგომარეობაში ჩავდებთ ცხელ წყალში და მოვხარშავთ მცენარეს. ქართლში ეძახიან ღვალოს, შიდა ქართლში ღვალოს ეძახიან და ანუ ყველგან არის გავრცელებული ეს, მაგრამ ძირითადად როგორც გითხარით, აქეთ მხარეს აღმოსავლეთში უფრო პოპულარულია ღოლოს შეჭამანი. გავუშვათ ახლა ეს ცხელ წყალში და სანამ არ მოდუღდება, მანამ ჩავტოვოთ და უნდა მოიხარშოს. ამასობაში მინდა თქვენ დაწეროთ კომენტარი, აი რისი შეჭამანდი გაგისინჯავთ, გაგიკეთებიათ. კარგად გახსოვთ ალბათ, კოწონია გავაკეთეთ, ტყლაპი შეჭამანდი წინაზე და ესეც ერთ-ერთი უცხო არის შეჭამანდებში და თქვენც დამიწერეთ თუ გაგისინჯავთ ღოლოს გემო, ღვალოს გემო და როგორია, აი რანაირი რეცეპტით აკეთებთ, რას უმატებთ დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ესენია, რაც უნდა გავაკეთოთ. ეხლა დაველოდოთ პირველ რიგში იმის მოხარშვას, ღოლოს მოხარშვას და ამასობაში მე დავიწყებთ დანაყვას ნიორის და ნიგზის ერთად. ღოლოც მოიხარშა, დავნაყოთ ნიორი და ნიგოზი, რომელიც ბუნებრივი იქნება, ესე ჩაჭყლეტვა და ის აღარ დაგჭირდება. აი ესე ძამით. ერთი 2-3 კვილი ნიორი დაგჭირდება. აი ესე. ეს ყველაფერი უნდა ჩავჭრიტოთ ვასანაში. აჰა. ეს ადრად მოვიდეს, დაბალზე დავაყენოთ, ჩავყაროთ ცოტა მარილი. რამოდენიმე კომენტარი წავიკითხე მე იქ. ნახე რომ ისეთი ელფერი არ ქონდაო მარილის ჩაყრასო, მაგრამ აი ამ მომენტში ცოტა გაჭირდება იმის გასროლების დამიზნება და მაპატიეთ ესე იყოს. აი აქ გავაკეთებ. ცოტა ნივრის გემოც უნდა ჭარბობდეს.
ნიორი და ნიგოზით ერთად ჩავნაყეთ. არომატი აქვს. და ამ ყველაფერს ახლა გავუშვებთ ღოლოში. აი ხარშვის პროცესში მე წეგან ვნახე რომ ხარშული იყო და აი ესე და ჩავაყაროთ ცოტა შავი პილპილი. შავი პილპილი რომელიც თავის არომატს მისცემს და ცოტა დაღერღილი წიწაკა ისიც ძალიან ცოტა გემოვნებით ესე და ამ ყველაფერს ახლა მოურიოთ. ზოგიერთი ღოლო შეჭამანს უკეთებს ხშირად გამიგია მე და მინახავს კიდევაც და გასინჯულიც მაქვს სხვათა შორის იმას პურის ფქვილს რა პურის ფქვილის გახსნიან ცალკე და ისე უმატებენ შესასქელებლად და რავი ჩემი აზრით ესე უფრო კლასიკური ტრადიციულია და ვინ როგორ აკეთებთ ეგ მე თქვენგან ველოდები ყოველთვის რჩევას და წესი დარიგით კარგი უნდა გამოგვივიდეს. ნახოთ, დავებოდოთ. აი ხა მინდა რომ მოვაყარო ჩემებურად ღოლოს შეჭამანცაც მარილი. აი ესე არა. ეს ერთი გასროლა. ეს მეორე. ოჰოჰოჰო. აჰა. ეს ისიც უნდა იყოს. მოურიოთ ახლა. და დავალოდოთ 1-2 წუთი, გამოვიტანოთ მე ჭურჭელში, თეფშზე და გავსინჯოთ ჩვენი ორიგინალური ღოლოს შეჭამანდი. გავსინჯოთ ჩვენი ორიგინალური ტრადიციული შეჭამანდი, ღოლოს შეჭამანდი. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვიდა. ვა. რაღაცა ექსტრაორდინალურზე მივედით მე მგონი. აჰა. კი ბატონო. არა, ისეთი თემაა რა. აი, მაშინაც თქვი, კოწონიას დროსაც თქვი, რა. ამას კიდევ უმატებენ ხოლმე ტყემალს, გემოვნებაზეა დამოკიდებული სიმჟავეს, როგორ აკეთებენ. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია, გეფიცები. აი უკვე წარმომიდგენია რა იქნება ისა, იმის ჭინჭრის შეჭამანდი რომ უნდა გავაკეთო. აი უკვე წარმომიდგენია ის რა იქნება. არა, ნამდვილად არინანებ, მოიძიეთ ხოლო თუ სადმე გეგულებათ. შეუდარებელია ნიურის არომატი აქვს რაღაცა სასწაული. მოკლედ ველოდებით თქვენს შტაბეჭილებებს, ველოდებით თქვენს საყვარელ შეჭამანდების რეცეპტებს. მინდა რომ გამიზიაროთ ყველაფერი, მე აუცილებლად გავაკეთებ, მოვინდომებ ყოველ შემთხვევაში რომ აი ყველანაირი შეჭამანდი, ყველანაირი ეს მივიწყებული კერძები გავაცოცხლო, მაგას აუცილებლად მოვინდომებ. ამასობაში კიდევ დალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ!